რას ვამბობ, რომ ეს ხალხი ცხოვრობდა, მე მოდიოდნენ თვითონ მოყავდა თავისი ჩოლები, კვრები, საყვარლები, რა ვიცი მე და ეს უამრავი იმაში რა ქვია, კაბინეტში ეს მამაჩემი ამბობდა, რომ აღარ შემიძლია სასტუმრო არ არსებობს ცოტა ხოჭილება, რომ ზოგჯერ მაინც ვიღაცა სასტუმროში წავიდეს. მეც ვინყავდა შეფარებული სტალინის შვილი? სტალინის შვილიც მოიყვანეს, სტალინის შვილიც სვეტლანა თქვენთან იყო? სტალინის შვილი რა ნამუშად მოიყვანეს. ხო და ნიტა ფუყურაღანიტას რეაქცია როგორი იყო? დედა ჩემი შემოვედი და სვეტლანა, ნუ რა ვიცი ახლა ვინ არის, მაგრამ რაღაცა ჩინდო ვიღაცა რუსი მგონია, პოეტი, არა პოეტი, რა ვიცი ვინ არის და მეუბნება ეს სტალინის ქალიშვილიაო და ეს მისი შვილიშვილიო თუ რაღაცა და გეხვეწებიო, ეგებო შენი მეგობრები გასვლა და წაიყვანო გასვლა ხა დედა სტალინის მაგათმა დაგვიყვეს რა. არ იცოდა სტალინმა, იცი? თქვენ ბაბუას რო ხრეკავდნენ სტალინმა ეგ არის. ხო, არა, ეს აფი არის, ცოტა არაო. ამანო რა დააშავო, ამ ბავშვმა ხა რა დააშავო, მამამისის მაგივრად იგეთი იყო დინა. ასე გიხოცები ყველაზე თბილა და კარგად ისე ნიკა შეხვდა მაგათ, ანუ ესეთი ტიპი იყო. ნაკის შვილებთან როგორ მეგობრობდა? კი. და მე მოსკოვში მსოფლიო ფესტივალი იყო რა სული გამარნა ვერავ ნახე ის და ამასთან ჩამოდიოდა და რჩებოდა მე მგონი. ნატაშა ხო. კი, კაცო როგორ არა. ხო და რას ვამბობ, რომ ეს ხალხი რომ მოდიოდა და ცხოვრობდა, ძალიან ბევრი წიგნი დაიკარგა ამ ბიბლიოთეკიდან. ხო და მაგალითად ესენინის წერილი, რომელიც აი ბოლო მაგალითად წერილი. პაულოსის თოფი მოსწარეო რომელი ნომერი. აი ეს წერილი მაგალითად მე მოგვიტანეს ვიღაცა ერთი ალანია იყო ესეთი დამიანი. ხო იცი შენ. კოლექციონერი და იმ დამიანი მოვიდა და აშენერა ცოლი ნახევ რა წიგნი პოპკო სადაც ეს წერილი დევსო. ანუ ესენინის წერილი იყო. ანუ მიქონდა და პიტამი ბუკინის თუ მაღაზიაში აბარებდნენ რა. ეს წერილი შემთხვევით აღნიშნული შემთხვევით წიგნში და ნუ რაღაცა ესე. ხო და რას ვამბობ, რომ აი ნუ ესე ხალხი მიდიოდა, მოდიოდა, ნუ სულ რაღაცა ესეთი ამბავი ხდებოდა და ტიციანიც, არა რა ეს რატომ უყევი აღარ მახსოვს, მაგრამ ტიციანს ჰქონდა ეგეთი ჩვევა. ლექს რო წერდა, აუცილებლად ესე იგი ნინო უნდა დამჯდარიყო მის გვერდი. ხო, აი ამიტომ ამბობთ, ხო და ნინო აუცილებლად მის გვერდით უნდა ყოფილიყო ოთახში, ეს დადიოდა აქეთ იქით, არავის არ ხედავდა, ნიტა სუსტად ისევე როგორ ტიციანი უკან ნიტა და იმას ბაძავდა. დაყვებოდა უკან და ნუ რაღაცა და მე მორჩებოდა წერას, წაუკითხავდა ნინოს თუ ნინოს მოეწონებოდა ეს ლექსი, ნუ თვითონაც თუ მოეწონებოდა, ნუ მე მიქონდა დასაბეჭდა და თუ ისე რა მოეწონებოდა, იმას ინახავდა წიგნში. და ძალიან ბევრი ლექსი უკვე ტიციანის სიკვდილის შემდეგ და მე აღმოჩნდა ესე წიგნში შენახული და დადებული. ცალკე, ხო, დაწუნებული ლექსია. და წარმოიდგინეთ, რომ ეს მეცხრის ამბავი ხო არის, რომ მოფრინდა ეს მეცხალი რაღაც. რო გადმოვიდა ბიბლიოთეკა, ერთ-ერთ წიგნში აღმოჩნდა ლექსი, როცა მეცხალი მონახავს ბუდეს. ეს ლექსი ტიციანის ხელით დაწერილი და რას წერს, რომ აპრილში გაიხსნა ეს მუზეუმი, 9 აპრილს. წინა 9 აპრილს. ხო და მერცხლად მოვევლინები და ვიმღერებს აპრილში მოვა და მერცხლად მოვევლინები და ვიმღერებს საქართველოს სიყვარულზეო. წარმოვიდგინეთ. ხო და მოვიდა. მაგრამ ეს ხო მოხდა ეს მერცხლები მოფრინდნენ. საოცარი ამბავი. 9 აპრილს, ნუ უბედურ 9 აპრილს გარდაიცვალა იქ ტიციანის უსაყვარლესი დიშვილი. ზაირა კიკვიძე, რომელიც იქ ჩვენ გახსოვს, რომელიც მე ჩემი შვილი მივიყვანე ამ ზაირასთან სახლში, იმიტომ რომ ხანდასთან ჩებოდა გაგიძებული იყო ამ ზაირაზე, იმასთან დავტოვე სახლში და წარმოვედი ჩვენ მიტინგზე მე ამ ზაირაში მისი ძალი ყველა ხო და ზაზა. არა, ზაზა, ნუკრი. ხო და ისა რა ქვია, რომ მოხდა ეს უბედურება, სხვადასხვა დედაჩემს უბედურება უყურე, ზვიაც უყურე. თუ იქ არის, მაშინ არავის შევს, თუ არ არის, იმ წუთშივე რა წამოდი, რა წარენდობოდა.
არენდობოდა ეს, აი, რეულში 50 ლარია და აი 50 ლარი მუყელი და მუბედი. ხო და 50 ხარი კაცო ლევაზო ეძებდი. ეს ლევანი ვერ ვნახე და მუყელი ზუსტად და მესამეში შეიხედი აბა რა ხარ მესამეში აი ზუსტად წარმოიდგინე რო დაიწყო არა ჯეცუნი ეხლა საფერფლეს ჰატუნდი და რაღაცა მე ხალხი შემეშინდა და ამ ჩემ ნუკრისოს ვეუბნები რომ ნანა ვის ვტოვებ ნეტავი ამ ჩემ ქალიშვილს წავიდე სახში მეშინია თქო ვიღაცა ტიპი ქართველი მედგა გვერდზე და მეუბნება შენ როგორი პატარა გული ქონია რა შიშარაფო და ეხლა შეიძლება წასვლა და დედამი მართლა რა ყოფილა ამისთან რომ უნდა წავიდე და დავჭი და რუნება ეს ტიპი კლავდა ხახნო კლავდა აი ბუკვალურად იდაყვი მომიჭირა კისერზე და მახჭობდა ის ვიღაცა გიჟი ქართველი ნამდვილად აი ესე მახჭობდა და გადავჭი მარტო იმიტომ რომ ხალხის მასა მომაშორა ეს ხო და მე რომ გამოვედით კი არა ამ ხალხის მასამ მიმიყვანა იმ დუბინკიან ხალხთან და იქ ვიღაცა პატარა ბიჭი იყო დუბინკიანი თუ რაღაცა ino ვიღაცა ხო და მე სვამედი შიშისგან ეყობა თვალები და პატარობდა და თავისნაირი ჩუქჩა ვეგონეთ ხო და მიუბივარი პაჟალოს თხოვეს რა არ მომკლათ ასე გამიღო ეს ფარი და გამიშვა კაცო ნუ ის ადამიანი აღმოჩნდა ყველა ხეცი ხო არ იყო და გამოვიქეცი სახში რომ მოვედი დამხვდა ეს ჩემი შვილი და ზაირა რომელიც ამოვიდა ჩვენ საძებრად ჩვენ ყველანი კი გადავჭი და ეს აირა მოკლესი ხო და 60 წლის წარმოიდგინე და მოკლესი ამ ჩვენ სადა ფარფატელი გასაგიჟებელი არაჩვეულებრივი ეხოშვილი არა კიკვიძე ზაირა ხო კიკვიძე დიშვილი ხო იმეჩნდებოდა ეს თოთოები და აი არაჩვეულებრივი რატო ყვები ახლა ამას ხამე ისე რომ მოასვენეს ეს ზაირა სახში წარმოვიდგინე მოასვენეს ზაირა სახში დავით მოსვიდე ახლა საინტერესო მომენტი მოასვენეს ეს ზაირა სახში და არ შემოფრინდა მეცხარი შემოფრინდა მეცხარი და მის სასხუმავთან გაატარა ხელი ხარ მოდი ახლა და მე დილით ესე რაღაც ამჭემარ ძალმა რაღაცნაირად გააფრინა ეს მეცხარი აი მოდით და თქვი რაღაცა თუ არ არის ყველაფერი არის ძალიან უყვარდა ნიტას ამ ამბის მოყოლა სულ რა ანდრეი ჟიდილო ჩამოვიდა კი ხო მას პეცლა და მეცა მიჩამოვიდა ანდრეი ჟიდი ხო და აი ჩავიდა მე თავის ქვეყანაში ეს კაცი აღწევებული იყო შორიდან კომუნისტური წყობით ხო და რო ჩავიდა გამოაქვეყნა წერილი და აი ამ წერილის თაობაზე და მე მგონი პირდაპირ ბერიამ უთხრა მე ესე მახსოვს თქვენმა ფრანგულმა დაგუბათო ეს მართალია ეხა ნახეთ რა ხდებოდა ეს ანდრეი ჟიდი რო ჩამოვიდა ძალიან დიდი პატივით უნდა მიეღოთ ამ წერილებს და მართლა საოცრება გაუკეთეს ამ ანდრეიჟი ხან ვერტფრენი ჩამოაფრენებდნენ რაღაცა საჭმელებს ხანსაც აიყვანდნენ ხანსაც და აჩვენებდნენ აი როგორც არის ხო ის აი გადასარევ რაღაცერო რაც არ არის და სინამდვილეში არა ვერაფერს ვერ ხედავდა ხედავდა საოცრებას თვითონ ყველაფერი ძალიან კარგად იყო მე რაღაცა პატიომკინისოფლები ხო პატიომკინისოფლები და ისა და გემითაც წავიდნენ სამოგზაუროდ და ხამე ამ ნიტას მოკიდებდა ხელს ნიტაც იყო მაგათთან ერთად და ხამე ჩადიოდა და ქვემოთ უყურებდა ის უბედური ხალხი როგორ იყო იქ ნამდვილ სოფლებში რა ხდებოდა დაყავდა ეს ნიტას დააპორციანებდა და ანუ დაინახა სინამდვილეში რაც ეს იგი თავისი თვალით დაინახა და რა იყო გადაცემს არა აჩვენეს საოცარი ხო ეს თვითონ ნახა და გაგიჟდა გადაიდია და დაწერა სინამდვილეში რაც ნახა და და ჩეკასებოდა რომ ამას შეგნებულად გადასცეს რაღაც ნოგრადად გამოაცხადეს ამ ხელამგავლი აბა რა მაგი